მოგესალმებით ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას, თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით, პატივისცემით. მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, რომ ხართ ჩემთან. მადლობა თითოეულ თქვენგანს SMS-ისთვის, მოწონებისთვის, კომენტარისთვის. მადლობა მათ ნდობისთვის, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციას, ემწერთ წერილებს, მიზიარებთ თქვენს სიტუაციებს. ეს თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ დიდი ნდობაა და მადლიერი ვარ ამისთვის. დღეს მე გავაკეთებ თქვენთვის საჯარო გაშლას. ეშინია თუ არა თქვენი დაკარგვის ჩაფიქრებულ ადამიანს, მაგრამ სანამ ამ კითხვას დავსვავთ, გავაკეთებ სიგნიფიკაციას. გაშლა გვექნება ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი, რა ურთიერთობაში ხართ თქვენ ახლა, როგორია თქვენი ურთიერთობა და როგორია თქვენი ურთიერთობა. მეორე ვარიანტი. პირველი იქნება მეგობრებო, ამეთვისტო და მეორე იქნება ლაბრადორიტი. დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ ის ადამიანი, ვისაც უყურებთ თქვენ გაშლას, თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის გახლავთ თქვენი ვარიანტი. პირველი იქნება ამეთვისტო და მეორე ლაბრადორიტი. გადავდოთ მეორე ვარიანტი და მოგესალმებით, ვინც აირჩიეთ ამეთვისტო. შეიძლება მანძილზე იმყოფებით ახლა, შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი სამუშაოდ არის წასული, შეიძლება მამაკაცი ან სულაც თქვენ, ან მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაემგზავროთ, წახვიდეთ სხვაგან. შეიძლება სიშორია თქვენ შორის და მანძილზე ხართ და დაკავებულები ხართ ორივე თქვენი ფინანსური კეთილდღეობით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ურთიერთობაზე საკმაოდ ბევრი იმუშავეთ და უკვე ამოგეწურათ რესურსი და გადაწყვიტეთ ურთიერთობიდან გასვლა. ასეც შეიძლება წავეკითხოთ. მე მეგობრებო, ვაჟღერებ ყველა შესაძლო ვარიანტს, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი უყურებს და შეუძლებელია ორი ვარიანტი ყველას 100%-ით მოგერგოთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიგნიფიკაცია რომელიმე დაემთხვა თქვენ სიტუაციას, მაშინ განაგრძეთ ყურება. ნახოთ, ვინ ხართ თქვენ ამ ურთიერთობაში? ვინ არის ამ ურთიერთობაში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? თქვენ რა გსურთ ამ ურთიერთობიდან? მას რა სურს ამ ურთიერთობიდან? და მერე გადავალ მთავარ კითხვას. ვინ ხართ ამ ურთიერთობაში, მეგობრებო? შეიძლება ძალიან ბევრი რამ გაიარეთ, ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და ახლა ხართ ისეთ პოზიციაში, როდესაც თითქოს შორიდან აკვირდებით არსებულ სიტუაციას და თითქოს ერთგვარად ბარიერს
უწესებთ აი ამ ურთიერთობაში თქვენ თავს, რადგან აღარ გჯერათ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გსურთ. ხართ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი თავის ტკივილი ბარიერები გადაიარა და გამოიარა აი ამ ურთიერთობაში და უკვე ერთგვარად გიკავიათ თავდაცვის პოზიციაში, ხართ გადასული თავდაცვის პოზიცია გაქვთ დაკავებული. რა გსურთ ამ ურთიერთობიდან? გსურთ, რომ არ იყოს ამ ურთიერთობაში ღალატი, გულის ტკივილი, შეიძლება მესამე პირია და შეიძლება ისეც ძალიან გტკენთ გულს ერთგვარად. გსურთ, რომ ყველანაირი წყენა თქვენ შორის რაც იყო, ყველაფერი განულდეს. ვინ არის ის ადამიანი? რეფორმატორი ადამიანი, რევოლუციონერი. ადამიანი, რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება და ცვლის სიტუაციას. ეს ადამიანი ხშირად უცებ წამოწმენდილზე, შეიძლება ძალიან კარგადაც ხართ ერთად, მაგრამ უცებ ისე შეცვლის სიტუაციას ნეგატივისკენ, რომ ვერც მიხვდებით. ანუ ძალიან სწრაფად, მოულოდნელად ცვლის ადამიანი სიტუაციას და უცებ შეიძლება ძალიან ბედნიერი სიტუაცია ჩამოანგრიოს თქვენს თვალწინ, რაც თქვენში იწვევს საშინელ იმედგაცრუებას და გულის ტკივილს. ადამიანი არის ისეთი, რომელსაც არ შეუძლია სულ სწორხაზოვნად ბედნიერად ყოფნა. თითქოს თქვენ გგონიათ, რომ ადამიანი თვითონ იწვევს აი ამ ფურიაკს თქვენს სიტუაციაში. რა სურს მას? მას სურს, რომ აი ეს გამოცდილება, რაც მიიღო აი ამ ურთიერთობიდან, წაიღოს თან და წავიდეს თავისი გზით, რომელიც მოუტანს წარმატებას და ბედნიერებას. უკეთესი მომავლის ძიებაში აპირებს თითქოს ეს ადამიანი წასვლას, ან წავიდა უკეთესი მომავლის საძიებლად ეს ადამიანი სხვა ნაპირისკენ. მუდმივად ცვლილებები სურს ამ ადამიანს. კარგით, ნახოთ, ეშინია თუ არა ამ ადამიანს თქვენი დაკარგვის. მეგობრებო, ამ ადამიანს თავისი სტაბილურობის დაკარგვის შიში აქვს. თუ მეგობრებო, ეს ადამიანი ქორწინებაშია და იქ სტაბილური ოჯახი აქვს, მას დაკარგვის შიში აქვს, როგორც აი იმ სტაბილურობის, სადაც იმყოფება და რასაც ოჯახი ქვია. ასევე აქვს შიში დაკარგოს ის ყოვლის შემძლე თავისი ადამიანი, რომელიც მისთვის ენერგიის წყაროა. ამ ადამიანს არ სურს დაგკარგოთ, მაგრამ არც ის სტაბილური სიტუაცია უნდა დაკარგოს, სადაც არის. მეორე ვარიანტი, თუ ამ ადამიანს სამსახურის გამო უწევს წასვლა და არა მესამე პირის ან ოჯახის გამო, მეგობრებო, მაშინ ეს ადამიანი არჩევანის წინაშეა. არ იცის სტაბილური მდგომარეობა გაიუმჯობესოს თუ თქვენთან დარჩეს. არჩევანის წინაშეა, მაგრამ რეალურად ამ ადამიანს ეშინია როგორც თქვენი დაკარგვის, იმიტომ რომ თქვენ მისთვის
იმ ენერგიის წყარო ხართ, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე ეშინია აი სტაბილური ფინანსური კეთილდღეობის დაკარგვის, რომლის მოძიებაზეც ფიქრობს. და თუ ოჯახი აქვს ამ ადამიანს, გითხარით, რომ არც ერთის დაკარგვა არ სურს ამ ადამიანს. რამის შეცვლის ეს ადამიანი? ნახოთ ერთი თვის განმავლობაში. თუ შეცვლის ამ დამოკიდებულებას ეს ადამიანი. სურს მეგობრებო ამ სიტუაციიდან გამოსვლა, მაგრამ ამ ადამიანს ფიქრობს კიდეც ძალიან ბევრს, მაგრამ აქვს შიშები, რა სიტყვის სოციუმი, რა სიტყვის ხალხი. მეორე ვარიანტში შეიძლება ეშინოდეს, რამდენად გამოვა ეს ყველაფერი. რაღაც მომენტში ეს ადამიანი ფსიქოლოგიურადაც კი ცუდად გრძნობს თავს, რადგან ვერ გამოდის აი იმ შიშებიდან და ეს მის ფსიქიკას აყენებს დარტყმას. პირველებო, დაგემშვიდობებით და მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში, რამდენად რეზონირდა ჩემთვის და სამყაროსთვისაც ბალანსი რომ იყოს დაცული. საჭიროა გააკეთოთ უკავშირი, მე თქვენ დაგელოდებით, მადლობა რომ იყავით ჩემთან. მაშასე, ახლა დაგემშვიდობებით თქვენ და ვინც ავირჩიეთ ლაბრადორიტი. მოგესალმებით. მეორეებო, რა ურთიერთობაში ხართ ახლა და აქ მე მაჩვენებს მეგობრებო, რომ არ არის გამორიცხული, უყურებდეთ ოჯახს, ვუყურებდე ოჯახს, იმპერატრიცა, იმპერატორი, რომელთაც დაენგრათ რაღაც და ჩამოენგრათ აი ეს ურთიერთობა რაც გქონდათ. თუ აქ დაკანონებულ ოჯახს არ ვუყურებ, აუცილებლად გქონდათ დიდი ხნის ურთიერთობა, იყავით უკვე ისე როგორც რეალურად ცოლ-ქმარი და აქ ურთიერთობამ განიცადა კრახი, დიდი ხნის ნაშენები ურთიერთობა დადგა მწარე რეალობის წინაშე, სადაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა თითქმის ეს ყველაფერი. ვინ ხართ თქვენ ამ ურთიერთობაში? რა გსურთ თქვენ ამ ურთიერთობისგან? ვინ არის ის მამაკაცი, ვისაც თქვენ უყურებთ და რა სურს მას ამ ურთიერთობიდან? ვინ ხართ თქვენ? ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად მისწრაფით წარმატებისკენ, წინსვლისკენ ვერ ჩერდებით ერთ ადგილას, სულ გსურთ რომ იყოთ ტონუსში. შეიძლება ტრანსპორტირება ხშირად გიწევთ, ისეთი სამსახური გაქვთ, მივლინებები გიწევთ. შეიძლება უბრალოდ ავტომობილი გყავთ და გადაადგილება გიწევთ ხშირად ქალაქ შორის. ან შეიძლება უბრალოდ ძალიან მოძრავი ადამიანი ხართ და არ შეგიძლიათ ერთ ადგილას გაჩერება და მუდამ წინსვლისთვის და წარმატებისთვის იბრძვით. რა გსურთ? და ამ ურთიერთობაშიც მეგობრებო, თქვენ იყავით წამყვანი, გამწევი ძალა. მუდმივად ცდილობდით წინ წასულიყო თქვენი ურთიერთობა, მუდმივად ცდილობდით განვითარებულიყო ეს ურთიერთობა და გეტყვით, რომ თუ კი ურთიერთობა მყარი იყო აქამდე თქვენ შორის,
თქვენ ამაში ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით. რა გსურთ და იგივე ამოვიდა, რაც პირველ ვარიანტში. პირველებო ხომ არ შემოიპარეთ, მეორე ვარიანტშიც. თქვენ გსურთ აი ეს ტკივილი წავიდეს თქვენიდან, რაც რეალურად არსებობს აი ამ ურთიერთობაში, გსურთ რომ წავიდეს აი ეს გულის ტკივილი, იმედგაცრუება, ღალატი, ძალიან გსურთ რომ თქვენმა გულმა და სულმა მოიპოვოს სიმშვიდე. ვინ იყო ეს ადამიანი? ეს ადამიანი იყო ადამიანი, არის ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ ამ ურთიერთობაში, რომელიც საკუთარ კეთილდღეობაზე უფრო მეც ფიქრობდა, ვიდრე თქვენზე, მუდმივად თავის კომფორტზე ფიქრობდა, მუდმივად სიამოვნების მიღებას ფიქრობდა და რა სურს მას სურს იყოს აი ამ ურთიერთობაში ლიდერი, მას სურს დაემორჩილოთ, მას სურს მისი სიტყვა იყოს გადამწყვეტი და ბოლო და მას სურს რომ ძალაუფლება მოეპოვებინა თქვენზე, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ეგოისტურად მეჩვენება ეს ადამიანი, იმიტომ რომ ძირითადად ეს ადამიანი თავის კეთილდღეობაზე და წარმოჩინებაზე ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ქარიზმატული ადამიანია, მაინც ეგოისტურად ცოტა ნარცისტიც არის და ეგოისტურად თავის კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე თქვენს კარგად ყოფნაზე. მოდით ნახოთ, ეშინია თუ არა მას თქვენი დაკარგვის. ეშინია თუ არა მას თქვენი დაკარგვის. მაგაც კოშკი. ფიქრობს ხანდახან, რომ უკვე დაკარგად და დაინგრა ის ოჯახური გარემო და ისევ მიჩვენა, რომ ოჯახი ხართ, შეიძლება ეს ადამიანი მიუხედავად ამისა, რომ უკვე დანგრეული გონია, აი დასასრული მაინც არ გონია ამ ადამიანს და აი ეს დასასრული და უკონტაქტობა აშინებს თქვენთან. პანიკური შიში აქვს ამ ადამიანს, რომ შეიძლება ახლა არც გწერთ, არც გეკონტაქტებათ, მაგრამ ეს არის ის შიში, როდესაც ადამიანს ეშინია, რომ მივწერო და არ მომწეროს, მერე რა ვქნა. გითხარით, რომ ცოტა ესეთი ტიპის ადამიანია, რომ ნარცისტი და აკომპლექსებს ისიც კი და აღიზიანებს, რომ მან მოგწეროთ, გადმოდგას პირველი ნაბიჯი და თქვენგან საპასუხო ვერ მიიღოს. ეშინია რეალურად მას თქვენი დაკარგვის. მეგობრებო, იცით, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არ არის ის ადამიანი, ვისაც ადვილად დაივიწყებენ, მისი გონებიდან წაშლიან და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ვერ დაკარგავთ მას. არ ვიცი ასე რატომ ფიქრობს, მაგრამ ფიქრობს, რომ დაგამახსოვრათ მან თავი ისე, რომ თქვენი გონებიდან ვერ გაუშვებთ მას. რა ამბიციური ბატონი ყავს აქ მეგობრებო. კიდევ ჩავეძიები ერთი არკანი. ეშინია თუ არა მას თქვენი დაკარგვის. მეგობრებო, ეს ადამიანი შეიძლება გარკვეულ მომენტებში სევდეს განიცდიდეს აი ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ეს არ არის ის ადამიანი, ვინც ამას გამოხატავს და გაგრძნობინებს. ეს ადამიანი გონებით უდგება ყველაფერს და არა გულით და როგორც გითხარით,
ფიქრობს ეს ადამიანი დღემდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი ბოლომდე გაშვება და აქედან გამომდინარე ის შიშიც, როდესაც ხანდახან ეს შიში დაეუფლება თქვენი დაკარგვის, მასში სწორედ აი ეს ამბიციები, თავის სიყვარული, თავის დაფასება იღვიძებს და ფიქრობს, რომ ეს არ არის დასაკარგი ადამიანი. ეს იყო მეორეებისთვის გაშლა, თქვენს მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ იყავით ჩემთან. მე დაველოდები თქვენს კომენტარს. დიდი მოლოდინი მექნება, რომ გამოხვალთ კონტაქტზე და გავიგებ, ვისთვის რეზონირდა ეს გაშლა. მე დაგემშვიდობებით მომავალ გაშლამდე, საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით დროებით.